მოგესალმებით აჭარის საზოგადოების რადიოს მაყურებლებსა და მსმენელებს. დიდი ღონისძიება აჭარაში, ბათუმში, მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლეში, სადაც Integral Fighting Championship-ის ორგანიზებით იმართება 21 ღონისძიება, საერთაშორისო ღონისძიება MMA-ს. ძალიან საინტერესო დაპირისპირებები, რაც ყველაზე მთავარია 4 აჭარელი მებრძოლი, რომლებიც იბრძვიან იმისთვის, რომ მორიგი დამარჯვება მოიპოვონ და 2 სატიტულო ბრძოლა ამ დაპირისპირებაში. მოკლედ, მაგარი დაპირისპირებები გველის. დღევანდელ რეპორტაჟზე თქვენთვის გიორგი ტაბატაძე და ვაკო ყიფიანი მემუშავებთ და იმედია, რომ ეს იქნება სუპერ საღამო ქართველების ტრიუმფით და ნახავთ ძალიან საინტერესო და დაძაბულ ბრძოლებს. გამარჯობა გიორგი. გამარჯობა ვაკო, მადლობა წარდგენისთვის. როგორც შენახსენე, მეც დავამატებ 1-2 სიტყვას, რომ დღეს ძალიან მაგარი ივენთი გველოდება. პირველი ესე რომ ვთქვა ძალიან დაძაბული ორთაბრძოლა გველის. Daniel Showman. Daniel Faroi ძალიან მაგარი ბიჭი, მართლაც 5 მოგება, არც ერთი მარცხი, ერთი ფრე და დღეს შოუმენი ეცდება რომ თავს მეექვსე გამარჯვება ისე იმოს თურქი მებრძოლის წინააღმდეგ. ძალიან მაგარი ბიჭია Dani Faroi, წინა ბრძოლაც შესანიშნავი ჰქონდა მას Integral Fighting Championship-ის ღონისძიებაზე. Dani მწინვალედ ჩაატარა მართლაც ის დაპირისპირება და ნახეთ მისი საოცარი გამარჯვება. ნახოთ დღეს რა როგორ შოუს გიჩვენებს შოუმენი და იმედია რომ იქნება ძალიან საინტერესო და მაგარი დაპირისპირება. Dani მართლაც რომ ესე რომ ვთქვათ ამ ორგანიზაციაში შოუს ელემენტები ძალიან ესე რომ ვთქვათ კარგად შემოიტანა, თავის ბრძოლაშიც გადმოიტანა. ეს შოუს ელემენტები ამბიც ნამდვილად აქვს ამ ყველაფრის საშუალება რომ წარმოადგინოს თავის თავი ესე კარგად როგორც თვითონ აკეთებს. რაც შეეხება წინა ბრძოლას IFC-ზე მან დამაჯერებლად გაიმარჯვა თავის მოწინააღმდეგეზე. ნახოთ დღეს რა შეთავაზებს ის თურქ მებრძოლს. შეგახსენეთ რომ Danis წინა მეტოქეც თურქეთიდან იყო. Dani ძალიან დიდი გულშემატკივრები ყავს დარბაზში, რასაც აი ხმაზეც კი შევატყობთ თითქმის ძალიან ბევრი არიან ისინი. ნახოთ სულ მალე დაიწყება ბრძოლა. 186 centimeters tall, weighing in at 75.2 kilograms. His professional record, 4 victories, no losses. Ladies and gentlemen, representing Kuzgun Fight Club, Izmir, Turkey, here is Efe Rio Ozkun. And his opponent fighting out of the red corner. He's 20 years old. Standing 177 centimeters tall, weighing in 75.5 kilograms. Professional record, 5 victories, no losses, and 1 draw. Ladies and gentlemen, representing Kickboxing Club Mebrizoli from Tbilisi, Georgia, welcome, Daniel Showman Faroi. And your referee judge, Marco Brorson. სულ რამოდენიმე სულ ალბათ 1 წუთი გვაშორებს IFC-ის გახსნით ჩხუბამდე. ეხლა წესებს აუხსნის კიდევ ერთხელ ჩვენი მსაჯი და დაიწყება ეს ძალიან დაძაბული ორთაბრძოლა. შეგახსენებთ რომ ორივე მებრძოლი დაუმარცხებელია და ისინი აი ამ ყველაფერზეც დავინახეთ რომ მათ შორის ძალიან დიდი დაძაბულობაა. დღეს კი შეეცდებიან ბიჭები რომ ერთმანეთის ნულიანს შეუტიონ. ნახოთ როგორ განვითარდება ამ ჭხუბში მოვლენები. დაიწყო პირველი რაუნდიც. Dani Faroi გადავიდა კარგად ქიქების ჩეტევაზე, ძალიან აგრესიული ბრძოლა დაიწყო. Dani კარგი ჰუკები გაუტარა, აი მარცხენა ჰუკი კარგად მოარტყა ორჯერ ქიქების შემდეგ. ჩვენიერი სტარტი ქონდა ნამდვილად. კი, ნამდვილად FM კი ჩემი აზრით უნდა გამოიყენოს მისი გრძელი კიდურები Danis-თან
იმიტომ აი კარგი მუხლი იყო, რადგან დანის კიდურები მასზე უფრო მოკლია და შეუძლია დისტანციაზე აკონტროლოს კარგად ჯებით, თუნდაც აი როგორც ეხლა აკეთებს, არა ეს დარტყმა გააჩერა, რადგან აი როგორც ვამბობ, რა კარგი მარცხენა ჰუკი იყო ეხლა, სუფთად გაუტარა დანიმ ეფეს. კი აი ესეც კარგი იყო, აი როგორც რა კარგად გადადი, ძალიან კარგად გადავიდა შეტევაზე და ეს დარტყმა ეხლა იგრძნო ეფემ. ნამდვილად იგრძნო, აი როგორც კი დაიწყო ბრძოლა ჩემი აზრით ეფეს გეგმა ეს უნდა იყოროს ჯებებით და კიკებით უნდა აკონტროლებდეს დანის თუნდა მას ძალიან კარგი დარტყმა და ისევ მარცხენა ჰუკით და გამოვიდა დანი ამ შეტევიდან. ეფეს კი ისე ვიტყვი რომ აი ჯებებით აი ეხლა როგორც აკონტროლებს აი დანის რა თქმა უნდა ისე შოუს ელემენტები ძალიან კარგად გამოეცალა ისე მარცხენა ჰუკით ეთამაშება ეხლა ნერვებზე თურქ მებრძოლს დანი აი კარგად მარცხენაც და გასვლა ისე დანი ძალიან ესე ვთქვა ტექნიკურ ბრძოლას სთავაზობს ეფეს. პირველად აკეთებს გიორგი ყველაფერს დარტყმებს უტარებს შემდგომ ისვენებს და ცდილობს რომ ეფე რა კარგი მარჯვენა ოვერჰენდი იყო. ბრავო, შესანიშნავია. კი, ნამდვილად, როდესაც იხსნება ეფე, შედის მოკლე დისტანციაზე დანი და რამოდენიმე კარგ კომბინაციას უტარებს, რომლებიც მარცხენა ჰუკით მთავრდება და ამან შეიძლება შედეგი, აი ეხლა როგორც ვამბობდი, გასვლის შემდეგ მარცხენა ჰუკს ძალიან კარგად ახვედრებს დანი, ამან შეიძლება შედეგამდეც კი მიიყვანოს დანი. ეფე რაღაცაზე არის უკმაყოფილო, აი ისევ მარცხენა ჰუკით შევიდა, ეხლა მაიგერები გაცვალეს ბიჭებმა მუცელში. ნახოთ რომ ეფე პირველ ნომრად მუშაობს, აი კარგი 1-2-იანი იყო და შემდეგ ჰედკიკი აიცილა დანიმ, კიდე კარგი 1-2-იანი იყო. ჯებს და ქროს კარგი აი ზუსტად ამას ვამბობ რომ ეფეს გზელი კიდურები აქვს და კარგად იყენებს ამ ყველაფერს. კი ნამდვილად ქროსით და ჯებით და ქროსით კარგად უნდა შევიდეს და შემდეგ როგორც აკეთებს ამ ფეხით კარგად ასრულებს კიკით, მაგრამ დანის ეს მარცხენა ესე რო ვთქვათ ჰუკი რაღაც იარაღად აქვს დამუშავებული, ალბათ ძალიან კარგი ქროსი გაუტარა ეხლა FM დანის. პირველი რაუნდის დამთავრდა, ჩემი აზრით ვაკო პირველი რაუნდი ძალიან დაძაბული იყო. ვიტყოდი რომ ალბათ როდესაც შედიოდნენ ბიჭები დისტანციაზე იქ უფრო დანი ჯობნიდა FS, მაგრამ დისტანციაზე ჩხუბისას FM ძალიან კარგი ესე რო ვთქვათ ჯებით და ქროსებით აკონტროლებდა და ჰედკიკებსაც სთავაზობდა დანის. ნახოთ მეორე რაუნდში რა შესთავაზებენ ერთმანეთს ბიჭები, კუთხეებმა უნდა გააფრთხილონ და მათი სუსტი და ძლიერი მხარეები ეხა უნდა უთხრან ერთმანეთს. ნახოთ მეორე რაუნდში როგორ შეცვლიან თავის ბრძოლის სტილს ბიჭები. საინტერესო იყო მართლაც ეს პირველი მომენტი, რაც ნახეთ და დანი ფაროიმ უნდა გააგრძელოს, როგორც თქვი, ახლო დისტანციაზე მუშაობა, იმიტომ რომ როცა შორტ დისტანციაზე დგას FO-ს გული მაინც ასრულებს დარტყმებს და აგროვებს გულებს. შესაბამისად ჯობს უმჯობესი იქნება თუ მაქსიმალურად დანი ფარო იმუშავებს ახლოდან და FO-ს გულს გააჩერებს. ძალიან კარგად არის FM მომზადებული ბრძოლისთვის. დანიმაც ბრწყინვალე მომზადება გაიარა, როგორც ვიცი და ნახოთ Round 2. აი ორივე ბიჭები აი თვითონაც ეთყობათ რომ ძალიან ტექნიკაზე თუნდაც ეთყობა რომ კარგი მომზადებულები არიან. დანი შეკრული დგომით გამოვიდა, აი ეხა FA ისევ აფკიკებით გამოდის, კარგი შეტევა იყო ეხა FS შესრულებით, რამოდენიმე კარგი სერიანი, მაგრამ ეხა აი ისე ორი ძალიან კარგი ქროსები გაუტარა ეხა მუცელში აპირებდა და დანი მუშაობას. აი როგორც კი მიდის მაშინვე მარცხენა ჰუკის გაკეთებას იწყებს დანი, ეს რაღაც ალბათ დამუშავებული კომბინაციაა ვარჯიშებზე, რადგან ძალიან ხშირად გამოიყენა დანიმ. შეიძლება ესე რომ ვთქვათ, მოტყუების მიზნათაც აჩვენებდეს ამ ყველაფერს შეაჩვიოს, მაგრამ ძალიან კარგი თავი გადააგდებინა ეხა ამ მარცხენა ჰუკმა FS. აი რა კარგად შეაჩერა ეხა დანიმ აფკიკით მუცელში. განმუხტა ესე რომ ვთქვათ, FS ძლიერი შეტევა, აი ისევ ეხა კიდესთან ყავს, რინგის კიდესთან ყავს მიმწვდეული ესე რომ ვთქვათ FS, მაგრამ დანიმ კარგი მარცხენა ჰუკი. აი დარტყმები უფრო მეტი ხდება, ფრთხილად უნდა იყოს დანი ასეთ მომენტში. აი რა სამი დარტყმა ეხა აიცილა
მოწინააღმდეგემ კარგი head-kick-ი იყო. ამ ო! ძალიან ძლიერი მოხდა, მაგრამ არ შემიძლია შევაქო FS ყბა, ძალიან ძლიერი ყბა, ამბის ძალიან ბევრი დარტყმა სუფთა გაატარა და თითქოს არც არაფერი უბრალოდ შეჭამა ეს დარტყმები. მაგრამ აი ნახოთ ეხა დანი გადავიდა FS თითქოს დანი ცოტა დაიღალა და შეიძლება უბრალოდ შეიძლება ტაქტიკის ნაწილიც იყოს ეს. კი, შეიძლება, იმიტომ რომ აი როდესაც შედის ეხა FE მოკლე დისტანციაზე, კარგ მარცხენა ჰუკს ახვედრებს ისევ დანი. მაგრამ ჯერჯერობით დისტანციაზე ძალიან კარგად მუშაობს FE. აი დანის ეხა ეს შეუიარაღებელი თვალითაც ეთყობა რომ დაიღალა ალბათ. ძალიან კარგი, აი კარგად გადავიდა ძალიან ეხა ტანში დანი. რაც შენ აღნიშნე, აი უნდა ვთქვათ აუცილებლად რომ FE ოზგული მაქსიმალურად ცდილობს რომ შორი დისტანციდან კარგად მუშაოს. და შემდეგ მარცხენა ჰუკით ამოსვლა. უნდა გააგრძელონ მებრძოლმა. დაიწოს დანი მთავი. თუ საჯი მათ ესე რომ ვთქვათ გაფრთხილებას არ მიცემს, ისინი არ უნდა გაჩერდნენ, არ უნდა გააჩერონ ჭუბი. FE ესე რომ ვთქვათ პირნაცლად გადავიდა პირველ ნომრად და ძალიან კარგად მუშაობს და კარგად ასრულებს თავის როლს და თავის დავალებას. ვარ დაიღალა დანი. შეიძლება კი, ანუ უკვე შეიარაღებული თვალითაც ჩანს რომ დანი დაღვილია, მაგრამ ეს არ უნდა აჩვენოს მის მოწინააღმდეგეს, ამას შეიძლება ხარდამტეხი როლიც ითამაშოს ამ ბრძოლაში. რამოდენიმე ესე რომ ვთქვათ, დანიმ რამოდენიმე დარტყმა გააფუჭა კიდევაც. 10 წამიდან მეორე რაუნდი მოჩა. მეტი ენერგია ეხარჯება მებრძოლს, აი მეორე რაუნდი დასრულდა. ძალიან საინტერესოა. ოზგული ურტყამს, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ დანი ფაროვის დარტყმები რაღაც შედარებით უფრო ზუსტია და აი ეს არის შეიძლება ამან უფრო მეტად იქონიოს გავლენა იმაზე, რომ ქულების დაკავებაზე. რაც დაარტყა FE-მ, უმეტესობა დარტყმა დაიღუპა შედარებით. ესეც შეიძლება ითქვას და კი, ესე რომ ვთქვათ, აქტიურობაში FS უფრო ეთვლება ყველაფერი, მაგრამ ესე რომ ვთქვათ, აქცენტირებულ დარტყმებში, რომლებიც ანუ ნიშნავს, რომ სუფთა დარტყმა გავიდა მის მოწინააღმდეგეზე, დანი აშკარად ჯობნის ამ ყველაფერში FS, მაგრამ მესამე რაუნდს დაველოდოთ, დანის რაღაც დაგვლილობა შეეთხო მეორე რაუნდში. ნახოთ, ეხლა ყველაფერი არის დამოკიდებული ბიჭებზე. ჩემი აზრით ვთვლი, რომ პირველი რაუნდი დანიმ წაიღო, მეორე რაუნდი FE-მ კი და ეხლა მესამე რაუნდი იქნება ეს. გადამწყვეტ რაუნდს უყურებ და კუთხეებმა აუცილებლად უნდა მიცენ მათ დარიგება, რომ მესამე რაუნდში ბიჭებმა ყველაფერი უნდა ჩადონ იმისთვის, თუნდაც რომ გაიმარჯვონ და რინგი გამარჯვებულებმა და ხელაწეულებმა დატოვონ. Seconds out. დანის თვალებში ეხა ესე რომ ვთქვათ, ამოვიკითხე როგორი განრისხებულია ეხა. ნახოთ როგორ გადმოიტანს უკვე ამას ბრძოლაში. მესამე რაუნდი დაიწყო, ბიჭებმა პატივისცემა გამოხატეს ერთმანეთის მიმართ და ნახოთ მესამე ჩემი აზრით გადამწყვეტი რაუნდი. კარგად დაიწყო დანიმ ჯებით და ოვერჰენდით. აი კარგია და გაცვალეს დარტყმები ბიჭებმა ერთმანეთში. FS დარტყმა უფრო თავზია აქცენტირებული. რა კარგი მარცხენა ჰუკით. არა, ეს ჭიდაობა ნამდვილად არ არის, ეხა ესე არ უნდა გაეკეთებინა FS. კაპი გამოუვარდა დანის დაუბრუნა საჭმა, გაგრძელდება ისე ორთაბრძოლა. ძალიან კარგი მარცხენა ჰუკი იყო, ეხა გრძლად შევიდა დანი. ეს ძალიან კარგი ბოდი კიკი მუცელში ძალიან კარგად გაარტყა ეს ფეხი FE-მ. დანიმ უნდა აწიოს თავი, რომ ბრმა დარტყმა არ გაატაროს. აი კლინჩი გადავიდნენ, ახლა გააჩერებს და ბრეიკა, ესე რომ ვთქვათ, საჭმა ბიჭები უნდა გადავიდნენ. ძალიან კარგი ოვერჰენდი იყო, მაგრამ FE ეკვრება კი, ამზე უნდა გააფრთხილოს ეხა. გაფრთხილება უნდა მისცეს მარკო ბროესენმა ამის გამო FE-ოს გულს.
ესეც კარგი იყო, მუცელში გავიდა, მაგრამ FS ფეხი დაიბლოკა. აი 4 დარტყმა ზედიზე დაიცილა ეხა დანიმ, ფეხი აუსრიალდა უბრალოდ FS. აი კარგად გადავიდა ისევ დანი შეტევაზე. კარგი ქროსი და ჯები გაარტყა ისევ დანიმ. ნახოთ რას შესთავაზებენ ბიჭები, აი სპინინგ კიკი შესთავაზ. აი ძალიან კარგი ჯები ჩაუსვა ვაკო ეხა თუ დაინახე, კარგი ჯებით დახვდა ძალიან FE. კარგი კიკებით ისევ აი FE ცდილობს რომ უფრო ბევრი დარტყმა გააკეთოს, მაგრამ დანის ყავს ეხა. აი მესამე რაუნდი რაც დაიწყო ვაკო თუ შეამჩნია რომ დანი მართალია დაღლილია, მაგრამ პირველ ნომრად მუშაობს. რა კარგი ქროსი იყო ეხა. არა დაიჭირა დარტყმაზე ეხა FE. მაგრამ ძალიან კარგი ქროსი გაუტარა დანიმ. არა ისევ ეკვრებიან. FS-თვის ეს შეკვრა ძალიან ცუდია ჩემი აზრით, რადგან თვითონაც ხვდება რომ დანი მასზე დაღლილია და თუ დაინახე FS უკვე წარბი აქვს გამსკდარი. ზიანი აქვს უკვე დანისთან. მე რამდენი შემთხვევა FS გული ეკვრება და ცდილობს. არანაკლებ მინდა ვთქვა რომ არანაკლებ დაიღალა FS გულიც, რადგან აი წინააღმდეგ შემთხვევაში ის უნდა აგრძელებდეს შეტევას, მაგრამ ეს ასიარდება და რა ძლიერი დარტყმები! ბრავო დანის, ბრავო! დანისგანაც და შემდეგ FE-მაც რა ძალიან მაგრად უპასუხა ამ ძლიერი დარტყმებით. ძალიან მაგარი მესამე რაუნდი იყო. დანიმ ზიანი მიაყენა FS, წარბი გაუხეთქა, შემდეგ რაუნდის ბოლო წამები კი FE-მ ძალიან მაგრად დაასრულა რამოდენიმე ძლიერი დარტყმით. ნახოთ რაც გადაწყვიტავენ საჯები, მე პირადად საჯების ადგილას ახლა არ მინდა ყოფნა, რადგან ეს ჯგუფი ძალიან ძნელი გადასაწყვეტი იქნება, რადგან ჩემი აზრით მესამე რაუნდმა უნდა გადაწყვიტოს ამ ჯგუფის ბედი. შეიძლება ვაკო ისიც მინდა ვთქვა რომ ამ ზიანმაც რაღაც სულელი შეიტანოს დანის ესე რომ ვთქვა მესამე რაუნდის მინიჭებაში დანისთვის. შეიძლება ასე მოხდეს. ნახავთ ამ ყველაფერს გიორგი. თუ მეორე რაუნდში დანის ესე რომ ვთქვათ ცალსახად ეთყობოდა დაღლილობა, მესამე რაუნდში არც FE გამოირჩეოდა ესე რომ ვთქვათ კარგი გამძლეობით, თან მესამე რაუნდში ზიანიც მიიღო. ნახოთ როგორ და რანაირად დაიწვლიან საჯები ქულებს და ვინ გვეყოლება პირველი ჯგუფის გამარჯვებული ამ ივენტზე. მადლობას ვუხდის ახლა FE-ს გული ქართულ გულშემატკივრებს. რაც ძალიან დასაფასებელია. ძალიან კარგი გახსნითი ჯგუფი იყო კიკბოქსინგში. ძალიან ერი სტარტი გამოვიდა ნამდვილად. ძალიან კარგი სტარტი გამოვიდა. ესე ვთქვათ აგრესიული ჯგუფიც იყო. დისტანციაზე ჯგუფიც ვიხილეთ FE-ს გულის შესრულებით. ნახოთ ნამდვილად როგორ გადაწყვიტავენ იქნება დღეს გამარჯვებული. After 3 rounds of K1 fights, your winner by split decision and still undefeated FE Rio Ozgul, Turkey. აი როგორც ვამბობდით მეგობრებო, split decision ან გაყოფილი გადაწყვეტილებით მოიგო FE-ს გულმა. მესამე რაუნდი აშკარად ესე რომ ვთქვათ, ალბათ რაღაც მცირე ოდენით, მაგრამ მაინც აჯობდა FE. ძალიან კარგი გეულოცავ FE-ს გულს, ესე რომ ვთქვათ, წაიღო დანის ნულიანი საქართველოდან. მას კი 5-0-ზე გაუხდა, ახლა რეკორდი ძალიან კარგი და პერსპექტიული ბიჭია, ძალიან ახალგაზრდაა, მას თელი მომავალი წინ აქვს, რომ ასევე დანისაც ამ დამარცხებით მან გული არ უნდა გაიტეხოს. ის დაბრუნდება, დარწმუნებული ვარ და უფრო ძლიერი დაბრუნდება. FE-ს გულში მადლობა, რომ ასეთი კარგი და სანახაობრივი ბრძოლა შემოთავაზა. ჩვენი ერი დაპირისპირება გამოვიდა ნამდვილად.